ახალი წელი მოდის და ყველას ძალიან ბევრი რამე გასაკეთებელი საახალწლოს უფრო არის, აი ალბათ რამის 5 დღიანი მოვლენა არის, რომელიც უნდა შექმნა. ამიტომ წაგახმართ მარტივ რეცეპტს ძალიან ვარიაციის პანაკოტეს, რომელიც ბევრად უფრო ეფექტურია გასაცინჯად და ჭამის დროს და გემოზე და ვიზუალურად, ვიდრე რეალურად გასაკეთებად არის ხოლმე რა. ხრიკი ესე ვთქვათ. მარტივი, მაგრამ ეფექტური დესერტის. გამომყევით იმისთვის, რომ გავამარტივოთ თქვენი ახალი წლის მზადება. ეს არა კლასიკური პანაკოტა, ამიტომ ოდნავ განსხვავებულ რაღაცებს გავაკეთებთ რა. მაგრამ მეთოდი იგივე აქვს დაახლოებით როგორც პანაკოტას აქვს. მაგისთვის დაგჭირდება ნახევარი წილი ნაღების 26-იანის და ნახევარი დაგჭირდება რძე. იტალიურ დესერტის ვარიაციას იტალიური რძის პროდუქტი უნდა, ამიტომ სტერილ გარდა რა თქმა უნდა. 250 გრამი მაღალპროცენტიანი ნაღები და მაგდენივე რძე. ვიღებთ ამ მასას, ასხავთ ამას ქვაფში და მერე დაამატოთ დაახლოებით 8-10 გრამი ჟელატინი. წინასწარი გაღვევება ჟელატინის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად იმისთვის, რომ თანაბრად კარგად გაიხსნას ხოლმე. ეგრევე არ გააცხელოთ, უბრალოდ დააცარეთ, რომ კარგად განმტვირთდეს და მიიღოს სითხე. და მერე გავათავთ ამ ყველაფერს. ამასობაში აქვე შეგვიძლია წავახმაროთ ოდნავ ვანილი. ეს ვანილის ექსტრაქტი არის. რამოდენიმე წვეთი, ბევრი არა. და კიდევ გვჭირდება რა? თეთრი შოკოლადი, ამ შემთხვევაში კაშესი და ამასა ქოქოსის შიგნით და ოდნავ კიდევ დამატებით დარყმას მიცემს გემოების და შესქელებული რძე, რომელიც, კლასიკა არის საქართველოში მომდენ ყველას მიყვარს, ასე ვთქვათ. და ფრანგულ კულინარიაში, იტალიურში ძალიან ხშირი არის. ან შაქრიანი რა თქმა უნდა, ტკბილი შესქელებული რძე. თეთრი შოკოლადი, უბრალოდ დავამტვრევოთ, დავკეპოთ წვრილად, რომ მარტივად გაიხსნას. რეალურად ამ პროპორციაზე 250-250-ზე ჭირდება ჩვენ 90 გრამი. დაუნთოთ ცეცხლი. ეს პროცესი არის ძალიან ნელი და მშვიდი. ჟელატინი როცა გაჯირჯვდება, ასე ვთქვათ, გაივსება და დარბილდება, მერე შეგიძლიათ ნელ-ნელა შეათხოვოთ. ძალიან არ გააცხელოთ, რომ არ შეიკლას ძალიან ერთმანეთთან და რაღაც არ მიიღოთ ესე ვთქვათ, კორკოშელები ჟელატინის. არც დურგლამდე მიიყვანოთ, იმიტომ რომ ტექსტურა შეიცვლის ძალიან და კიდევ უფრო გამკვრივდება. ჟელატინი ფაქტიურად გაიხსნა. ეხლა ძალიან დაბალ ცეცხლზე, ან გათიშულზე თუ აგიცხელდათ ძალიან, ჩაგამჩინეთ შოკოლადს და გაალყობთ. რათან გავთიშავ. დაკონტროლოთ, როგორც კი გაუღება, ტემპერატურა იგივე რომ მოვაყოთ, ან გაუთიშოთ საერთოდ, იმიტომ რომ არის შანსი რომ გამოიჭრას შოკოლადი ეგ დროს. და ბოლოს 300 გრამი შესქელებული რძე. არასდროს დაგავიწყეთ, რომ ნებისმიერი ტკბილი კერძის კეთების დროს ოდნავ მარილი აუცილებელი არის, რომ ბალანსი იქონდეს კერძს. გადმოგვაქვს საზომ ჭიქაში. ახლა უკვე გადაგვაქვს უკვე იმ ჭიქაში, რომელსაც გინდათ რომ სტუმრებთან გაიტანოთ, ანუ სერვირების ჭიქაში. ახლა ძალიან ფაქიზად, ისე რომ აგრეთ ჭანეს ჭიქა, რამდენად მაცივარში მოახვედოთ ეს ყველაფერი. აქ მაქვს ხილი, ნარევი ხილია რამოდენიმე. ამ ხილისგან გავაკეთებ მე ყულის. ყული არის ძალიან კლასიკური, ასე ვთქვათ, რაღაც соус და გელს შორის პროდუქტი არის, ასე ვთქვათ, რომელიც კლასიკური ტოპინგი არის პანაკოტასთვის. ამიტომ ცეცხლი, ხილი, 100 გრამი შაქარი და აქ მაქვს ბოტეგას პროსეკო, რომელიც საახალწლო განწყობისთვის რა დამატებით, ასე ვთქვათ, არომატებს და გემოებს შემოიტანს, სიმჟავეს მიცემს სასიამოვნოს. 200 გრამი პროსეკო და ველოდებით სანამ შაქარი გაუღვება, ხილი დარბილდება ძალიან და მასა ოდნავ გასხელდება. ანუ თუშავთ. ვიღებთ ბლენდერს ხელისას და როცა დაიწყებს ბუშტების გამოშვებას რა, დავიწყებთ დაბლენდერებას. დაბალზე დაუწიეთ ცეცხლი ძალიან და აბლენდერებთ იქამდე სანამ სრულიად ერთგვაროვანი მასა არ იქნება, ანუ დიდი ხანი. ამან უკვე მიაღწია საჭირო კონსისტენციას, ამიტომ ეხლა ვათქით გაგრილებას, სანამ პანაკოტა გრილდება მაცივარში, ეს გრილდება ოთახის ტემპერატურაზე, რომ ნახოთ ის პექტინი რაც ხილში არის, ადრონეზე გაასკლებს ამ მასას. ეს უკვე გამზადდა. სუპერსკოს ნახევარი თითო ჭიქაში. და ალაგ-ალაგ სამ-სამ მოცვი სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ელემენტარული საპრეზენტაციო ერი მიცეთ. ამასობაში იღებთ ყავს. ნატყვებით გვემრიეს და უმარტივესი ესერთით.